რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები და მიმდინარე მატჩების შედეგები. ჯორჯიან ტაიმსის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. რადიო ჯორჯიან ტაიმსი FM 92.3. ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. შუადღემში დობისა ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია რადიო ჯორჯიან ტაიმსის სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. მე მის წამყვანი დავით ხვადაგიანი გახავართ და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით აქტუალურ და მეტად საჭიროებო საკითხს დაეთმობა. საკითხავია თუ რატომ კვიდრდება ზოგადად ჟურნალისტიკაში და მის სპორტულ განხრაში უცხოური ტერმინოლოგია, ბარბარიზმები, ეგრეთ წოდებული სლენგი, მაშინ როცა მათი ქართული შესატყვისებით მდიდარია ჩვენი ენა და ამის პრობლემა ნამდვილად არ დგას. რა არის ეს? მოდა ქართული ენის უპატივცემულობა თუ სიტყვათა მარაგის ნაკლებობა მედიის წარმომადგენელთა შორის. ტელემაყურებელთა, რადიო მსმენელთა და მკითხველთა უკმაყოფილება ძალიან ხშირად გაისმის როგორც ეთერში, ისე სოციალურ ქსელებში იმ სამეთყველო სიტყვათა მარაგის გამო, რომელიც ყურს ასე თქვა, რბილად რომ თქვა, ეხამუშება და არ ხდება კარგად. ეს როგორც პოლიტიკურ თემებზე მომუშავე მედიას ეხება, ისე ჩვენთვის განსაკუთრებით, ვისაც სპორტით ვართ დაინტერესებული და სპორტს ვემსახურებით, განსაკუთრებით ჩვენზეც მოქმედებს და გულშემატკივრებზე პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და ამ საკითხებზე ვისაუბრებთ სწორედ დღევანდელ ჩვენ გადაცემის სტუმრებთან, UEFA-ს მედია ოფიცერთან და სხვათა შორის საფეხბურთო, ქართული საფეხბურთო ტერმინოლოგიის წიგნის შესახებ ავტორთან მამუკა კვარაცხელიასთან და მსოფლიო ჩემპიონთან, მართალია მოყვარულთა შორის, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონთან შერეულ ორთაბრძოლებში წარსულში ამ სპორტის სახეობის კომენტატორთან და ექსპერტთან იოსებ კობერიძესთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმრები და არ ვიცი, მე მგონი არ არის ესე სახუმაროდ ხო, ალბათ ეს თემაც, რადგან ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ მართლაც დედაენიდან და იმ მართლა ძალიან მაგარი კომენტატორებიდან, რომლებიც ყავდა წლების წინ და რომელიც რეპორტაჟებზე თუ წერილებზე, სპორტულ წერილებზე ნებისმიერ ბეჭდურ გამოცემებში გავიზარდეთ და როგორი ენით წერდნენ და მეტყველებდნენ, ეს ყველას კარგად გვახსოვს, რომელიც დღეს სამწუხაროდ რატომღაც სხვა ტენდენციამ შეცვალა, დამკვიდრდა უამრავი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება თვითონაც კარგად არ ესმით მის ავტორებს და მით უმეტეს რთულია და გაუგებარია სპორტის გულშემატკივრებისთვის. ისეთი რახარუხი არ მომერიდება ამ ფრაზის თქმა, ისეთი რახარუხი გაუდის ხოლმე განსაკუთრებით რეპორტაჟებისას, აი სპორტის სახეობები ბევრი რო არ ჩამოთვალო, დავასახელე ფეხბურთს, კალათბურთზე საერთოდ ჭკუაზე გადავდივარ, ისეთი რაღაცები მესმის და აგერ შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელია იოსებ კობერიძე და იქაც რაღაც საოცრებების ტრიალი ისმის, რომელთა ელემენტარულად უნდა იქისროს ალბათ წამყვანმა, რომ თუნდაც განმარტოს რა არის ეს სიტყვა, რას ნიშნავს, რომ მიაწოდოს ხომ მსმენელს და მაყურებელს, რომ იცოდეს თუ რაზეა აქცენტი გაკეთებული. მამუკაში, მოდი შენგან დავიწყოთ და შენ რა აზრის გაქვს და აი რამდენად მისაღებია თქვათ ამას, ნუ მოდი ესე ვიტყვი, მაინც სლენგს დავარქმე, ბარბარის თუ გინდათ ასეთი შემოტანა, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ამბობ, გვაქვს შვენიერი და არაერთი შესატყვისი კონკრეტული თქვათ პოზიციის იქნება თუ ასე შემდეგ გამოვლინების რაღაც სპორტული ილეთის ქართულში. ბატონო, არავითარი მისაღები არ არის მიუღებელი, ეს არის სამშობლოს ტრობა, არა თუ მარტო ქართული ენის მე მიმაჩნია, რომ ეს არის შენი სამშობლოს ღალატად მიმაჩნია პირდაპირ გეუბნებით რა, რადგან ქართული ენა არის უმდიდრესი ენა, ქართული ენის ერთ-ერთი ძირი საფუძველი მეგრული ენა არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ენა. აგერ მამაკი ზაზამიან გამოიკვლია და 7 გამოცა მილიარდამდე სიტყვაა ქართულ მეგრულ ენაში. სამწუხაროდ თვითონ მეგრელებსაც უკვე დავიწყებული აქვს, მაგალითად ჩანჩქერს აქვს 20-მდე შესატყვისი მეგრულ ენაში და მეგრელები ხა ჩანჩქერს ხმარობენ. ბოლო თაობამ, ბოლო პერიოდმა ინტერნეტმა მთლიანად მეგრულ ენას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. თუ შეიძლება ესე ითქვას, იმ ხრივ რომ ყველა უკვე ქართულად ლაპარაკობს და მეგრული ენა დაიწყებას ეძლევა და ამაზე სერიოზული მუშაობები მიდის, იყო
გენიოსი ქართველი ენის ბურჯი და მცოდნე რამაზ პატარიძე, რომელიც ახალხან გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, მან 60-იან წლებში გამოსცა იონი ზოსიმეს დედე ქებაი და დიდებაი ქართველისა ენისაის საფუძვლებზე გამოსცა წიგნები, რის გამოც იგი დააპატიმრეს მაშინ საბჭოთა კავშირის უშიშროებამ და გამოცემაც კი დაუხრეს მთლიანად, რომელმაც გამოსცა ეს. ახლა ამ თემაზე მუშაობენ ალიკო ცინცაძე, ანა მესხი, ახლა ხას ველაპარაკე ედემ იზორიას, წყინვალე ადამიანი, 80-ას მიხსეული ადამიანია, რომელიც ამ თემებზე მუშაობს, რადგან ის ჩვენ წყინვალე ფილმი ფესვები ხო? ფესვებიდან იწყება და აი ფესვებია მეგრულენ არის ფესვები სწორედ იმისა და მე ხლა იმ გამოცემაში თქვენ რო აღნიშნეთ აი რამაზ პატარიძე რო ახსენე რამაზ პატარიძის მამა მიქელ პატარიძემ რომელიც იყო გიორგი ნიკოლაძის მეგობარი გამოსცა სახელსახება ანუ ლექსიკონი კი არ დაარქვა ქართული სიტყვა მოიგონეს სახელსახება რა და ლოგიკურია რომ ბურთაობა ბურთი საკრალური ობიექტია, ბურთი არის დედამიწა, ბურთი არის მზე და ასე შემდეგ და ბურთს თამაშობდნენ ყველგან საქართველოში. ეხლა მე ცხოვრობ, მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობ და ვიფადე საბურთალოდან მოვდივარ. სადაც იყო საბურთაო ადგილები და გაბაშვილების საყმო იყო საბურთაო. მე-16 საუკუნეში პირველად საბურთალო ნახსენები ქართულ წყაროებში. არის ბევრი საბურთალო, მათ შორის ერთ-ერთი არის მესხეთში საბურთალო და ასე შემდეგ. და ჩვენ არავის ის არ გჭირს რომ გადმოვიტანოთ. მაგრამ ეს არის მათივე სიტყვას ვიხმარა ბარბარ პაკაზუხობა, ეს არის ღალატის გარდა პაკაზუხობაა, რადგან სურნელი უდის კი ამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი თაობა პრაქტიკულად გაზრდილი იყო, სწორად იყო გაზრდილი კომუნისტების პერიოდში სხვათა შორის და არასოდეს ეროსი არ იხმარებდა ქართულ რუსულ სიტყვას, ხო, და როდესაც მოიგონეს გარემარბი მშვენიერი სიტყვა, არავინ გერი უნდა იხმარო. ნუ სეივზე ხო ჭკუა მეკეტება საერთოდ რა გვაქვს ხსნა, გადარჩენა, მოგერიება, აღება, დაუფლება, უამრავი სიტყვა, არა სეივი უნდა თქვა. ასისტი, საგოლე თქვი ხო? გოლს ვერ გადავაკეთებთ, იმიტომ რომ ინგლისელების ეს გადაცემა რა, ჩვეულებრივი რა არის ლაკონი მოკლე უნდა იყოს. ამიტომ საგოლე პირდაპირ უნდა ასოცირდებოდეს რა და ასე შემდეგ. სხვათა შორის ბალახის ჰოკეი ხო გაიგონეთ ეგ სპორტის სახეობა. ბალახის ხო ეს გაიგონია, ფეხბურთის გაიგონია, ხელბურთის გაიგონია და მოკლედ ბალახის ჰოკეი ქართველების მოგონილია თამაშობდნენ ჰერეთში, თამაშობდნენ სამეგრელოში და სამეგრელოში რო თამაშობდნენ გოლის სახელიც კი იყო მოგონილი ჭვირთი ერქვა გოლს. ანუ ზუსტად ისე ყვანჯებით თამაშობდნენ და კაუჭიანი ყვანჯებით და მაშინ კარის მოვალეობას ორ მოასრულებდა რო ჩავარდებოდა მეგრელები ჭვირთის ყიროდნენ. ჭვირთის სისწრაფს ცხვიც ნიშნავს მეგრულად რა. მათ შორის ყვანჯის როგორი სიტყვაა ხო? აი სუფთა ქართული. კი, მეგრული შესატყვისებისა. ვერი თქვი რომ აი თქვა რუსული კლუშკა ვიღაცის კოპია ეს ყველაფერი ჩვენ დროს იყო ჩვენ აი ცოტა მერე გადმოვიდა უკვე რუსული იმიტომ ჩვენ რუსულად გავიზარდე და ყველა მწველი მოსკოვში იღებდა განათლებას და ბუნებრივად იგი რუსულად ეუბნეოდა ფეხბურთელებს და მათში სინა დარიგებებს და შემდეგ ის თაობაც წამოვიდა ისინიც რუსულად ეხლა წამოვიდა ინგლისური და წამოვიდა ინგლისური სიტყვები და საოცრებებს მოისმენ რა მიშა აბაიშვილი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი სესეჟიასი პირდაპირ თამაშის მირიკავს ხოლმე ნახე რა თქვენ და მე აღარ უყურებ მეგონე მიშა მე აღარ უყურებ ნერვი აღარ მაქვს მე აღარ უყურებ მართლა აღარ უყურებ იმიტომ კი არა რომ ესენი არის უნიჭიერესი ბიჭები ეს ახალი თაობა ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან რა უნიჭიერესები მართლა ძალიან კარგად იციან ფეხბურთი ჩემ ჯიბეში ჩამისვამენ ფეხბურთის სოდნით გულისხმობ ევროპულ ფეხბურთს და ფეხბურთელების გვარები და იმეებით რა მაგრამ სამწუხაროდ ტენდენცია მათში რომ ინგლისური სიტყვები და ერთხელ დამირეკა მიშამ მისანდესტენდინგი მოხდა მცველსა და მეკარეს შორისო. წარმოიდგინეთ რა, ახალგაზრდა კაცი ამბობს. ამიტომ მე უცხოელებზე გადავრთავ, რომც არ იყოს ხოლმე ინგლისური კარგად ვიცი და ინგლისურად უსმენ, მაგრამ რომც არ იყოს ინგლისურად, ხორვატები იყოს, ჰოლანდი, იმათენა მართლა ორმაგად განვიცდი რა, ნერვები მეშლება და თამაშის ყურების ხალისი მეკარება რა. ამიტომ მე ახლა გამალებული მუშაობ, ბესო ჩიხრაძე არის გაგრის პრეზიდენტი, ჩემი ძმა და მაგარი ქართველი ადამიანი რომელიც დღემდე გაგრას გვინარჩუნებს და სახელი გაგრა და UEFA-შიც გავიდა და თომა სოფლიო მუცის უკვე საკლუბო გუნდი გაგრა ბესოს ჩემი იდეა იყო და ბესო მომეხმარო ერთას ხაზს ის ლექსიკონი სახელსახება რომ გამოვეცი რა და ამას წინათ ქონდა ბესოსთან შეხვედრა და გადავწყვეტ მეორედ 2026 წელს გამოცვეთ მეორედ მაგრამ ის კი ძალიან მაგარი გამოცემა იმაზე უკეთესი უკრაინაშიც გამოვეცი მე ქართულმა მეგრელმა უკრაინელებს ამოუქეკი სიტყვები რომელიც უკრაინელებს ჰქონდათ ბურთს ყველა თამაშობდა
აცტეკებიც, ჩინელებიც, ინგლისელებიც, ქართველებიც და უკრაინელები ყველა თამაშობდა ბურთს რა. და ერთ-ერთ სერიოზულ ძალიან მაგარ კომენტატორთან მომივიდა, ჩხუბიც კი მომივიდა, კიდევ ხელი დავარტყი კიდევაც ისე გამწარდი, იმიტომ რომ გამოვეცეს ლექსიკონი, აღმოვაჩინე რომ ძველი ბებიები, გოგონა რომელიც მეხმარებოდა ენის სპეციალისტი, მისი ბებია ამბობ ოდესელი იყო და რომ თამაშობდნენ ჩვენი ბებიები სოფელშიო, ბურთი რო ფეხებს შორის გაძვრებოდაო, შურს ვამბობდით თორა შური ვირთხას ნიშნავს ინგლისურად და მართლაც როგორი ის არის, ხო, სწრაფად გაზრდა და მე ეს დავწერე, რომ აი რუსული პაცის კი არ უნდა იხმარო, რა ქვია, დირკა კი არ უნდა იხმარო, შენ კომენტატორმა უკრაინელმა იხმარა ის. ხო და ამან პირდაპირ ეთერში თქვა რა. ვეღარ მოვითმინე, დავახტი იმას რა ქვია, ტაქს. წავედი დინამო კიევის სტადიონზე იყო თამაში და მიყავდა კომენტატორი. პირველ შეუვარდი იმას შესვენებაზე შეუვარდი და უთხრა, რომ მეთქი ბიჭო, მე ქართველი კაცი ვეძებ და შენ უკრაინელი. მით უმეტეს რუსულ სიტყვას, ახლა რუსულ სიტყვას ვეღარ გააგონებ ხო უკრაინელებს რა. და ესეთი მომენტებია, მე ძალიან განვიცდი ამას და ბოდიში ჩემ ახალგაზრდა კოლეგებთან, მაგრამ მე არ უყურებ მათ იმას, იმიტომ რომ გულზე ხვდება ძალიან რა ეს ბარბარიზმები და ქართულის დამახინჯება და ქართულის მტრობა. რატო? მათ უსმეს მთელი საქართველო. პატარები, დიდები, პატარა ბავშვები იზრდებიან სეივებით, იმეთი რა ქვია და ასე შემდეგ. ჩვენ დროს იყო შტანგა, ახლა ინგლისურში ლატერალი და ასე შემდეგ. ლატერალი რა, გარდი მოთქვი რა, იმას ქენ. ჩვეულებრივი ყველა სიტყვა. ხო, ვინგერი და ასე შემდეგ, გარემარები და შუა მაგარი სიტყვებია ქართული ყველაფერი რა. და ეხლა ალბათ ჩინური, მე როგორც ვიცი, ჩინური შემოვიდა და ალბათ დაიწყებენ. ამ სიტყვების იმერ ჩინური იმერ დაიწყებს. არ შეიძლება. ჩინელებმა ილაპარაკონ ჩინურად, ინგლისელებმა ჩვენ ვილაპარაკოთ ქართულად და მე იმედი მაქვს, რომ გავაკეთებ მალე ამ წიგს და მას ვქნი რა ქვია, ყველას გაჩუქებ და დიპრეზენტაციას გავაკეთე და ერთი რახან შერეული ორთაბრძოლების ჩვენი ზმაგვესწრება აგერ, მეც დავდიოდი შერეული ორთაბრძოლებზე, კარგა ხანი და მანამდე დავდიოდი ხიდულზე რა, სტუდენტობის მერე პერიოდში და შვენიერი ქართული სიტყვები ქონდა, რასაც ახლა შენ იტყვი კი ამოკრა, შემოკრა, კრა და ასე შემდეგ და ასე შუაკა ყველაფერი ქართული ხო, ყველაფერი, იმიტომ რომ ქართველი ვერ მოვიდოდა, ჩვენ ქართველები არ ვიქნებოდით. უარ ქონოდა ეს ორთაბრძოლები და ორთაბრძოლას ყველას ქართულმა დაარქვა ქართული სახელები. რა თქმა უნდა. და შენ იხმარე რა, ჰუკი და მუკი და რაღაცები, რატო? როცა არის ამოკრა, შემოკრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ბოდიში ცოტა გამიგზელდა, მაგრამ ხო, აი სოსოსთან გადავალ, ხა მე ვახსენე რომ ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული და არ არის მხოლოდ თქვა კალათბურთთან და კიდე სხვა სათამაშო სახეობებთან. განსაკუთრებით ეს ტერმინები ხშირად გვხვდება ყურში, როდესაც UFC-ს ორთაბრძოლებს უყურებთ, ხო? მით უმეტეს რომ ყავს იქ შვენიერი და შესანიშნავი წარმომადგენელი ქართველი ბიჭები, რომლებიც ანგრევენ, რომ ვიტყვიან დავიან წონებში მეტოქეებს და აი მართლაც ისეთია, გაუჯერო შენ სოსო განსაკუთრებით უფრო გაგვიმარტო, აი საბმიშენები, ეს რაღაცა სტრაიკერები და რაღაცეები, ნუ აი რა ვიცი, დავიჯერო ქართული არ არსებობს. კი ბატონო, მესმის რომ კრივი ბოქსით შემოვიდა აქ ჩვენთან, მაგრამ დავარქვით კრივი. და არა ბოქსით არ ხმარობთ, არა ძირითადად, მაგრამ ეხლა ისე ბოქსზე გადაერთენ რაღაცნაირად ამ სახეობაში და შერეული ორთაბრძოლებში საერთოდ ისეთი სიტყვების რახარუხია ხოლმე რომ ავიცი ჩემთვის ვივარ და ფიქრობ ნეტა რა უნდათ რას ამბობენ ვანში აღმოაჩინეს მოკრივის ერთ-ერთი უძველესი ხელთათმანის ისა რა ქვია ბრინჯაო ჩამოსხმული ის და ვანის მუზეუმში დევს მიგზაინი და ნახეთ რა და არავით არის კრივი ისა რა ქვია ბოქსი და იქ იყო კრივი კი ბატონო ისმენდოს პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს რაც შეეხება მოცემულ თემას ყველაფრის სათავე და სათავე მარტო სპორტულ კომენტატორებში და ტერმინოლოგიაში არა პირველ რიგში გლობალურად რო შევხედოთ უფრო ფართო ხედით მოდით რა მაგალითს გვაძლევენ თქვათ ყველაზე ხშირად ვის უყურებ ხო ტელევიზორში ნუ ვიღაც ზოგი მართლა პოლიტიკოსი ზოგი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და ასევე თქვენი კოლეგები მართლა ჟურნალისტები და ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები რომლებსაც მე ჟურნალისტებს ვეძახი აი იმათი ენა როგორი არის ყველაფრის სათავე არის აი ცოტა თუ ჩაუღრმავდებით თავის დროზე ჩვენს ნორჩობაში იყო ასეთი ორგანიზაცია თუ არ მეშლება ენის პალატა ერქვა. კი ბატონო. აგერ ასეთი შესანიშნავი და შეიძლება ითქვას ბუმბერაზი ადამიანი ყავს ლევან ღვინჯილია და არა მარტო ბატონი ლევანი, სხვები რომლებიც მთელი ცხოვრება ქართულ ენას უფრთხილდებიან,
ავითარებენ ეძებენ ქართულ დიახ სოფელს. დიახ აი სათავე და სათავე ამაში არის როცა მათი ასე ვთქვათ გარიყვა მოხდა ხო რაღაცნაირად რა თქმა უნდა ეხა ბატონმა მამუკამ ბძანა ადრე რუსული ტერმინოლოგია იყო ცდილობდნენ კიდე ქართულის დამკვიდრებას და უცბად ეხა ინგლისური ტერმინოლოგია და მოდით ქართულზე გადავიდეთ რა ინგლისურის ცოდნა რა თქმა უნდა საერთაშორისო კარგია რატომაც არა გაგიხარია მაგრამ იცოდე არა მარტო ინგლისური მაგრამ მოდით ქართულს ნუ დავკარგავ და ნუ დავაკნინებთ რა მეტომეტოს რომ გვაქვს რაც შეეხება აგერ ბატონმა მამუკამ რას თქვა რომ არ უყურებ ამ ბიჭების წაყვანილ რეპორტაჟებსო ну შეუძლებელია არ დაგეთახმო ძალიან ცუდი მოსასმენია ისეთ რამეებს იძახიან შენ ტეიქდაუნები მოგწონს განსაკუთრებით ვაიმე ნუ ეხა ორთაბძოლებს იცით რა შეასაქმე ეხა ბატონო მამუკამ ბძანა რომ იქ ცოდნე ბიჭები არიან ფეხბურთელებს ფეხბურთს რაც შეეხება და აი ორთაბძოლებს რაც შეეხება შესაბამის არხზე მოდით ნუ რავი ნუ მიწყენს აბსოლუტურად ცოდნის დონე აქვს ნულზე დაბლა საერთოდ არა აქვს ცოდნა და აი ამ თავის უცოდნირობას ცდილობენ რომ გადაფარონ რაღაცა უცხოური ტერმინებით ხო კიკები ტეიქდაუნები საბმიშენები წარმოუდგენელი არის და იგივე რა ამ ორთაბძოლებს არა მარტო მე ჩემი ბევრი ახლობელი თუ თქვა სოციალური ქსელიდან ათასობით მეგობარი მინიმუმ რუსულ ენაზე უყურებენ კი გადართავენ რაღაც მეკობრულ რაღაც საიტებიდან მოიპოვებენ და ძირითადად რუსულად ან ინგლისურად რა საკმაოდ კარგად მიყავთ იმათ ორთაბძოლები ჩვენი ბოდიშით მაგრამ უცოდინარი წამყვანებისგან განსხვავებით რა აი ეს არის და მხოლოდ სტატისტიკის ცოდნა დამეთანხმება ბატონო მამუკა სტატისტიკის ცოდნა ახლა ინტერნეტში დევს სტატისტიკის ცოდნა დაზეპირება ეგ დიდად საინტერესო და მომაბეზრებელიც არის ხო ახლა სულ სტატისტიკა და ციფრების რა ხარუხი შენ ის ამიხსენი იქ რა ხდება კარგად და ჩემთვის გასაგებად მომაწოდე რომ მე ჩავერთო ბოლომდე თორემ შეიძლება 10 წუთში მომბეზდეს და აღარ უყურო თავიდე სხვაგან რა ესეც ხდება არ უყურებენ კარგი მოდით ახლა მცირე სარეკლამო პაუზაზე გავიდეთ და კვლავ გავაგრძელოთ ფიქრობ ამ საინტერესო თემებზე საუბარი და ვისაუბროთ იმაზე რაში ხედავთ ჩვენ გამოსავალს რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს და ისევ დაუბრუნდეთ როგორც მამუკამ თქვა ფესვებს დროებით ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები და მიმდინარე მატჩების შედეგები ჯორჯიან ტაიმსის ეთერში სპორტული თოქ-შოუ დამატებითი დრო რადიო ჯორჯიან ტაიმსი FM 92 და 3 ვაკეთებთ იმას რაც ვიცით რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05 მოდუსი ევროპული წარმოების კერამიკული ფილებისა და სააბაზანო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი ვეცუეთ მისამართზე თბილისი აგლაძის ქუჩა 51 კახეთის გზატკეცილის 65 ბათუმი პუშკინის 18 პუშკინის 13 გაგარინის 18 ტელეფონი 03220600101 www.modus.com.g IT აკადემია სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო. სტეპში დაიწყო. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, UI UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT პროფესიების სკოლის პარალელურად. განვითარდი და განავითარე შენი საუკეთესო მომავალი სტეპში. IT step.g. აჰავა, მესაუდა, აკოჯე, ვიში, ნორევა, დერმედიკი, ბაბე, სერავე, ილსალონე, კამელეო ეს სახისა და სხეულის მოვლის ბრენდების ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ავერსში საუკეთესო შეთავაზებები და აქციები დაგხვდებათ. მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებები, მხოლოდ ავერსში. თუ ფიქრობთ რომ ხის სახლი ნაკლებად განძლია მოდი ბაგანში და დაგიმტკიცებთ რომ ეს ასე არ არის ჩვენ ვქმნით თანამედროვე ხის კოტეჯებს სახლებს რომლებიც ეკომეგობრულია და თითოეული მათგანი შენდება წერტილოვანი ბეტონის საძირკველით რკინის კონსტრუქციითა და მაღალი ხარისხის ხის მასალით რაც უზრუნველყოფს მის სიმყარეს ნებისმიერ რელიეფზე მოდი ბაგანში დაზოგე ფული დრო ენერგია და მიიღე კოტეჯი მხოლოდ 45 დღეში გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც ჩვენი მისამართია ოქროყანა კოჯრის გზატკეცილი ნომერი 10 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 74 74 33
პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო სუნამოები თქვენი სახლისთვის, ოფისისთვის და ავტომობილისთვის. Areon წერტილიჯი. ფრანგულ ეთერზეთებზე დამზადებული არომატები, წარმოებული ბულგარეთში. ეწვიეთ Areon წერტილიჯის და აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური სურნელი. შპს ეიფოსი ენერგოძალოვანი სისტემები გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით დიზელ გენერატორების გაქირავებას, შეძენას, მონტაჟს, სათადარიგო ნაწილებს, ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურებას. ხარისხის გარანტიით საკონტაქტო ნომერი 0322151525 55 რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები და მიმდინარე მატჩების შედეგები. ჯორჯიან ტაიმსის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. რადიო ჯორჯიან ტაიმსი FM 92.3 ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში პატრიოტულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მათთვის ვინც გვიან შემოგვიერთდა, ვიტყვით რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯორჯიან ტაიმსის სპორტულ ток-შოუს დამატებით დროს და დღეს ძალიან აქტუალურ საჭირო როტო მე ვიტყოდი საკითხზე გვიწევს საუბარი სპორტულ რეპორტაჟებში, სპორტულ პერიოდიკაში, ბეჭდური იქნება თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალებში ხშირად ხდება ბარბარიზმები, ეგრეთ წოდებული სლენგი და უცხოური სიტყვები, რომელთა კიდევ ერთხელ ხაზგასმებ, რომელთა არაერთი ქართული შესატყვისი გვაქვს, თუმცა რატომღაც არის ტენდენცია, მოდა, არ ვიცი, თავის წარმოჩენის რაღაცა ისეთი ხერხი, რომ ამ სიტყვების გამოყენებით რაღაცის ჩვენება თუ დამტკიცება უნდათ მის ავტორებს და სტუმრები გვყავს შესაბამისი, რომლებსაც ასევე აწუხებთ და არა მხოლოდ მათ ეს პრობლემა, მამუკა კვარაცხელია, UFC მედიო ოფიცერი და მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში იოსებ კობერიძე. მე ხაზგასმით შესვენებისას ასე ვთქვათ, სარეკლამო პაუზის დროს ვახსენე ზალგი გინეიშვილი, რაცხოვნოს ერთმა მისული, რომელმაც არ ვიცი მართლაც უნიკალური და დიდი შრომა გასწია და დღეს თუ ერთ-ერთი ყველაზე სუფთად მიდის საუბარი რეპორტაჟებისას ეს არის რაგბი, რადგან კომენტატორებმაც და ვინც ამ სპორტის სახეობას მიხვება, აიტაცეს ეს მართლა ძალიან გემრიელი და ძარღვიანი სიტყვები, რომელიც უხდება სპორტის ამ სახეობას და კი გამოხატავს, აი როგორია ხო, მღლეტავი, ბოჭავი, ავიცი რომელი ერთ სიტყვა ჩამოთვალო, შერკინება, კვაჭი, აი ძალიან მაგარი და ამისთვის მართლა დამიცებას ეძახე, წარმოვიდეთ და დამიცება ერქვა ქულას. ხო, ლელო. ყველაზე მთავარი. გარდასახვა, როგორი სიტყვა, ხო, აი, ძალიან მაგარია რა და აი, კარგი იქნება თუ ასეთივე მიდგომა ექნებათ სპორტის სხვა სახეობაზე მომუშავე ჟურნალისტებს, კომენტატორებს და ნუ დააბინძურებენ ქართულ ენას ასეთი შემოტანილი სიტყვებით, რომელიც რაღაცა ჭყალებში ტიპობის ასოციაციის უფრო იწვევს ჩემში, ვიდრე იმას, რომ შენ რაღაცა კარგად მიყავს რეპორტაჟი ან წერ სტატია სპორტის შესახებ. ისინიც არ ხმარობენ, რა ქვია. ის ქვეყანა არ ხმარობს, სადაც საიდან არ შეიძლება. ხალხი გერმანული სიტყვა და გერმანული არ ხმარობს. წარმოგიდგენთ რა? ჩვენ ხმარობთ რა. კი ბატონო. მამკა, მოდი ახლა რომ ესე კიდევ სიღრმეებში არ წავიდეთ და კიდე რაღაცები არ ამოვქეკოთ, არ მინდა ბოლომდე ასე თქვა ძალიან ისეთი კაცრი კრიტიკულები ვიყოთ, თუმცა საკრიტიკო როგორ არ არის და ხო არის და მე როგორაც, მაგრამ შენი აზრით აი რაში ხედავ გამოსავალს რომ ისევ მიუბრუნდეთ იმ შენს ნათქვამ სიტყვებს გავიმეორებ ფესვებს, ისევ იმ წიაღს, ისევ ბოლო-ბოლო გადავხედოთ იმ ძველი კომენტატორების წაყვანილი როგორი ქართულით მეტყველებდნენ. ფესვებს ვინულის მებაღი ხო? მებაღი ვინ არის დღეს ჩვენ რეალობაში? ლექტორები, რომლებიც ლექციებს კითხულობ, მე თვითონ ლექტორი ვარ, სპორტის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და ვცდილობ ბავშვებს ეს ქართული სხვა თემაზე ვკითხულობ. სპორტული ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ მინდა რომ ბავშვებს ეს თემები, რომ ასევე ლექტორი ვარ UEFA-ს სხვადასხვა კატეგორიების მცველების პროგრამაში და იქაც მაგით ვიწყებ ხოლმე სხვათა შორის ყოველთვის. რა არასოდეს სალამით არ ვიწყებ, რა გამარჯვებით, სალამი არის მუსულმანური სიტყვა, იმ ქვეყნების სიტყვა, რომლებიც ჩვენ იმას ცდილობდნენ, რა ქვია, დაპყრობას და შემოიტანეს ეს სიტყვა და კიდე რამდენიმე სიტყვა შემოიტანეს და დამკვიდრა. ამას ყვა წინვალე სიტყვა გამარჯვება. ანუ ქართველში თავი იყო გამარჯვება. გამარჯვებული იყავიო და მარჯვენა ხელს ჩამოართვენ ერთმანეს და ბებია ჩემი მეგრელი ბებია, ხელს არ მართვენ და ხოლმე ყოველთვის მარჯვენა მხარზე მკოცნდა ესეთი ქართული მაგარი სიყო რა.
ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ ჩვენი ვალია, თქვენი ჩემი სოსოსიც, აი მე სოსოს ახლა ვეთქვი და აღარ მოვეშვები. უნდა დაწეროს წიგნი სოსოს შესაბამის სპორტის სახეობაზე, სპორტ სახეობებზე, ანუ საჭიდაო და ბრძოლის მიერ სახეობებზე. მე ძალიან დავეხმარები, რადგან ამაზე მიმუშავია და მაგ თავადაც დავდიოდი და მაგ ეს ბევრი სიტყვები ამის და მეტიც ფეხბურთში გადმოვიღე ფეხის დარტყმებიდან, რასაც ხმარობ ჩვენ ბაჩოკი და ეფე და ისა რა უდარა და ეგეთ რაღაცები სწორედ შერეული ორთაბრძოლი კი არა ქართული ორთაბრძოლი ხრიდოლიდან გადმოვიღე, რადგან ბახმურა, ახმურა ესენი სუფთა ქართული სიტყვებია და ზუსტად მიუთითებს ფეხის იმ ნაწილს, რითიც დარტყმა ხდება. ბურთს ურტყავ თუ მოწინავდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ფეხის იმ ნაწილს ურტყავს რა. ამიტომ ზუსტად გადმოვიღე და მე მინდა რომ ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ისევ იმ პატარა ახალგაზრდა ბიჭებმა კომენტატორებმა გამოიყენონ, ყველას ვაჩუქებ რომ გამოვა ეს ციგნი და ვთხოვ რომ ეს ყველი რატო გამორიც მათ უსმენს რაც მალე გამოცემა უკაბით უკეთეს. კი, მუშაობ მაგაზე და ისა რა ქვია, აუცილებლად გამოცემთ მალე და 2026-ში იქნება და ყველას ვაჩუქებ და აურიგებ და მინდა რომ მათი პირით გაიგონოს თელმა საქართველოს და მე ჩაჯდება ყუში. ლუკა უბერიძე იყო გენიოსი, ქართველი ადამიანი და პროფესორი და აკადემიკოსი, რომელიც ქართულ სიტყვებს იგონებდა და იყო ეგეთი პალატა თქვენ რო ბძანეთ. პალატა იყო ქართულ სიტყვებს და იგონებდნენ ქართულ სიტყვებს. ქვითარი, მიბლინება, წნევა, ყველაფერი მოგონილია სიტყვები. იმიტომ არ არსებობდა ქართველმა რა იცოდა წნევა. ერთი მასზე ხარს დააგდებდა ქართველი და ჩაბღვინოს დალევდა, ისე ქართველი, ისე წინაპრები ყავდა ჩვენ ყველას. ისე წინაპრები ყავდა და შენ წარმოიდგინე იმას რა წნევა უნდა ცნება არ იცოდა რა. კითხვა მაქვს თქვენთან. კი ბატონო. და ტელემაყურებლებმაც მინდა რომ აიტახონ და განვიხილოთ ვინ რა ვარიანტ შემოგვიყვება. სიმოვნოთ. აი ფეხბურთში ასე თუ ისე ქართული ტერმინები ხო არის? კუთხური, ჯარელი, აბარა. დიახ, ნუ ახლა კომენტატორები როგორ ხმარობენ სხვა საქმეა. ხო, ცოდვილები არიან, ეს გასაგებია. აუტს არ აქვს თავის შესატყვისი. ხო, რამე უნდა მოახერხოთ. მართალი განდებით, აუტი ნიშნავს ყველაფერი გარედან შემოგდებულ ბურთს და აუძეც მიმუშავია და რამდენიმე ვარიანტი მაქვს და მე ხო, აი ესეთივე მოკლე და სხარტი რო იყოს რომ ენათ მეცნიერებთან ერთად მაგას შევიმუშავებ და აუცილებლად ნახავ ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლი პიროვნებებს ნანადოლიძეა ეგეთი კიდე ძალიან ესეთი ქართული რომელიც ზღაპარი აი დიდი საგანძურია იონე ზოსიმესეს ენაი და ქებაი და დიდებაი ქართული საინისაი მე ცოტა გავკადნიერდი სოსო და ფეხბურთზე მაქვს 7 წიგნი დაწერილი და ეხლა დავწერე წელს გამოვეცი ლაშა ბექაოზე ჩვენ ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონზე და დავმეგობრდი მე და ლაშა და მამამისი საოცარი ადამიანი ბატონი გელა და მოკლედ იმას ვქენი და მე დავმეგობრდი ბუნებრივია დამჭირდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ანუ საოცარი ხალხი მუშაობს ძიუდოს ფედერაციაში რა ბატონი ლევანი პრეზიდენტი თათო კევხიშვილი გიორგი ათაბეგაშვილი გენიოლი გენიოლი აი მაგარი ხალხი რა ნახდათ აი სული და გული ძიუდოსი რა და ნუ ყველამ ვიცით რომ ძიუდო არის რუსების შემოტანილი და ჯუდაისტ და ძიუდოისტი რა ხო და გავკადნიერდი უკვე ძალიან და ეხლა მართლა გეუბნები წერილთ უნდა მიმართო და უკვე უთხარი გიორგის უნდა მიმართო მე ჯუდოს ვეძახი იმიტომ რომ ძმაკაცი მყავს ვაჟა ისე რო თარგმნა რა ქვია ვაჟა და ილია ჭავჭავაძე რო თარგმნა რა ჰაიატი სოტომე და მაგარ მითხრა ჯუდო და მაგარ მითხრა აი ტატამზე კი რა ტატამიზე ტატამი ქვია რა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ტატამი ქართულად საერთოდ ხალიჩა კი ბატონო ხო მაგრამ თუ იმ სიტყვას მარო მაშინ სწორად უნდა იხმარო შენ ვარნო და ნუ სოტომი მითხრა რომ არისო ჯუდოკაო რა ჩვენ ჯუდოის რუსულად ვეძახით რა და ეს ჯუდოკას მომხდა რა ყურში ახლა ჯუდოკა და მე რა ვიფიქრე იქნებ ჯუდოკა კაცებს დავარქვა ჯუდოკა ქალებს დავარქვა არა მოგიგონე გენიალური სიტყვა არა მაგარი გენიალური უფრო მაგარი მოგიგონე ნადი ქართული ჯუდოსტატი როგორ? ჯუდოსტატი. ჯუდოსტოებ იმ ძის და ოსტატი ქართული რა არ არიან თუ რა ეთერი ლიპარტელიანი არ არის ჯუდოსტატი ლაშა ბექაური არ არიან ბიჭები ნახდა ჯუდოსტატები არიან ცოტა დაბალი რანგისაც უნდა მოვიგო მაშინ მე ხო და მე დასაწყისი ის კარგია დასაწყისი ის კარგია და ოფისად აღმასკომს უნდა მიმართო მართლა გეო დაწერილი მაქვს უკვე ისა და მიმართავ აღმასკომს რომ ეს ხო ნუ მიიღებენ თუ არა მათი საქმეა მაგრამ მე როგორც ქართულ ადამიანს მესმე გავაკეთე რაციონალიზატორი წინადება აბა ხო და შენც აუცილებლად მე სოსო მე და შენ შევხვდებით ბევრჯერ და დავიწყოთ მაგაზე მუშაობა იმიტომ რომ ორთაბრძოლების ბევრი ძალიან უამრავი ტერმინია რა აი გუშინ წინ წავიკითხე თუშურად ახლა ხანჯალი და ხმალი ყველგან იყო საქართველოს ყველგან თუშურად დანის ჩარჭობა ხო სპორტის სახეობა დავარქვათ რა 11 თუ 12 სახეობა ქონდა რა
დანასობია, რაღაცა დაკერი, რაღაცეები რა წარმოიდგინე რა. საოცარი რაღაცეებია. აი მეგრულ იმაზე რომ ემასქენი. აი ადამიანი მოდის ხო, ქართულში გვაქვს დაახლოებით 20-მდე მოდის, მობანცალეს, მოთანთალე რაღაცა. 160 შესატყვისი არის მეგრულში. რომ მოდის. რომ მოდის, და აი როგორ მოდის. ჩანჩქერი მეგრულად 20-ის დასახელება აქვს ჩანჩქერს, მაგრამ მეგრელები ჩანჩქერს ხმარობენ, მათაც დაავიწყდათ რა. ამ ბოლო პერიოდმა იმან ძალიან იმასქნა რა ქვია, ძალიან შეუტყო. კარგი, სოსოსთან გადავალ, ხა სოსო შენი პოზიცია და შენი აზრით რა უნდა გაკეთდეს. მამუკამ გარკვეულწილად ჩამოაყალიბა მის შეხედულებები. შენ როგორ ფიქრობ, თქვა აი ეს ყველაფერი რომ გამოსწორდეს, ერთბაშად რა თქმა უნდა, ხვალ გავიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება, ესე არ არის, მაგრამ აი მეთოდურად რა უნდა დროში გაწეილად, რა უნდა გაკეთდეს, როგორ გონია. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით გლობალურად ფართო თემას რაც შეეხება უკვე ვთქვი ენის პალატა და ასე შემდეგ ბატონმა მამუკამ აღნიშნა რომ ფესვებს მებაღემ უნდა მიხედოს და ანუ ლექტორებმა ამ შემთხვევაში მასწავლებლებმა ეს ძალიან დიდი პროგრამაა შესაძლებელი და დიდი პრობლემა არის და საერთოდ განათლების სისტემის რეფორმაზე რა თქმა უნდა მივდივართ ხო და ამას ხა მეპურე პურმა უნდა გამოაცხოს, ხა ამას მე ასე ორი სიტყვით ვერ ვიტყვი. ეს გლობალურად რაც შეეხება დიდი თემაა და კონკრეტული ნაბიჯები, ხა რავი, რა გითხრათ, ხა მაგალითად ერთი 10 წლის წინ მე და გოჩა თანდარაშვილს მიყვავდა მაესტროზე ბრძოლა წესების გარეშე დამიძახეს საგანგებოდ გოჩას მიმართე წყვილში ესე მოვიფიქრე, რომ აი გოჩასთან ერთად მაგარი დუეტი იყავით. კარგი იქნებოდა გოჩასთან ერთად. ნუ კარგად საუბრობს, ხარტი აზროვნება აქვს და ქართულად საუბრობს და თან ახლა იუმორის თანხლები საჭიროა ხოლმე შეურიოს. რა თქმა უნდა და წყვილში ძალიან კარგად გამოგდიოდა ყველაფერი. მთავარი ახლა რა იყო მე მაგალითად ხალხისგან, ფართო მასებისგან რაღაც წერდნენ, მირეკავდნენ რაღაც მაკებდნენ მიხაროდა რა, მთავარი თემა რა იყო ხალხისთვის გასაგებად მიმყავდა მე ეს რეპორტაჟები. თავად ახალი სპორტის წარმომადგენელი და იმით. დიახ, ეხა იაპონური და ინგლისური ტერმინოლოგიის მეტი რა ვიცი, ეხა გასაგებია რაღაცა ვიცი ამ სახეობაში ხო და მაგის მეტი რა ვიცი და ეხა მე რო ეს დამეწყო რომ ურამავაში და რაღაცების ბრახუნი და ჰაიკიკი და ეგენი ნუ ამას გოჩაც ვერ გაიგებდა ჯერ პირველ რიგში ჯერ და მე მეორეც ერთი ეს მაყურებლის უპატივცემულობა აი კი გეთახმები ნამდვილად პირველი ნაბიჯები რა არის შესაბამისმა კომერციული არხია თუ სახელმწიფო არხია არხის ხელმძღვანელობამ უნდა აიყვანოს ქართული ენის მცოდნე პირველ რიგში რა თქმა უნდა წესიერად მოსაუბრე და ამ საქმის სპეციალისტი ეხლა მაგალითად აი იგივე ჩვენ წყვილზე ვიტყვი გოჩა თანდარაშვილის საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა მე ნელ-ნელა რაღაცები გაიგო წარმოდგენა არ ქონდა ვინ რატო ურტყავს და ვინ რატო აღსჩობს და რაღაც ამაზე მე მაქვს წარმოდგენა და შედარებით ქართულად გასაგებად ვსაუბრობდი ხო ხო და გოჩა ჟურნალისტი მე სპეციალისტი ესე ვთქვათ შესაძემში ხო აი უცხოელ ფეხბურთელს რო უყურებთ ხოლმე თქვენ შეაჩვენეთ ალბათ რომ ერთი ის კომენტატორის მეორე სპეციალისტი ყოფილი ფეხბურთელი აი ეს არის ყველაზე საინტერესო ეს არის ჟურნალისტური კუთხით მიყავს სიტუაცია და ის უკვე სპეციალისტი რა თქმა უნდა აი ეს არის ძალიან მაგარია ეგრეც უნდა იყოს კარგია მე ეგ მომწონს იმიტომ არის რომ ახლა ვთქვათ სეტანტაზე UFC-ს აღარავინ აღარ უყურებს გადართავენ რაღაცა სხვა მილიონია მაგრამ მოიპოვებენ ძალიან ცუდია ეგ მე პირიქით ქართულად რეპორტაჟებს უნდა მიეძალოს ხალხი რატომ უცხოურს კაცო მაგრამ ძალიან საწყენი არის ეხა ორთაბრძოლები ძალიან პოპულარულია ჩვენთან გასაგებია ხო ძალიან პოპულარული არის და რა არასპეციალისტს რატო უნდა მიყავდეს ეს ხო ნუ შეიძლება არ ვიცი რაღაცა ორი თვე რაღაც სამბოზე თუ ჯიუჯიტსუზე უვარჯიშია თიმ ბიჭებს მაგრამ უბრალოდ მე ვერაფერი ვერ შევატყე მაგათ ნავარჯიშები ისე აბრეხვებენ ამ ყველაფერს წარმოდგენა არა აქვს ნუ რა გითხრათ რა კურიოზზე მოდის ეხა კი მეც მომსვლია თქვენც მოგსვლიათ რაღაც კურიოზები მაგრამ იცი რა არის სისტემატიური ხასიათია მთელი რეპორტაჟი რო კურიოზია ყოველი მეორე სიტყვა რომ კურიოზია ნუ ეგ უკვე სამარცხვინოა რა სწორად გამიგოს ყველამ რა და პირველი ნაბიჯი რა იქნება იგივე
კომენტატორებმა ქართულად იმეთყველონ და რა თქმა უნდა პროფესიონალი უნდა მიიწვიონ და იმ პროფესიონალმაც ქართულად უნდა იმეთყველოს შემოვივლეს ჩვენ ზალი ხსნიდა ხოლმე კი, კარგად ხსნიდა. რეპორტაჟი ხსნიდა ზალი სხვათა შორის ზალის და მასთან ერთად თანაწამყვანების ხო ტანდემმა როდესაც მიყავდათ სარაგბო რეპორტაჟები გზა და გზა მიხედავთ რომ ისინი თამაში ჩართულები იყვნენ გზა და გზა რაგბი მოგეხსენებათ ხა ძალიან დიდი წლები არ არის რომ ბერმა გაიგო და ბერმა წესები დღესაც არის კი და ხსნიდან წესებს ხსნიდნენ რომ აი ეს რატო იყო აი რატო დაიდგი ეს რატოა ესე და ეს საინტერესო ძალიან საინტერესოა. გებულობდი კიდევასთან ქართულად კარგი ქართული გემეთყველებოდა და გაგაგებინებდა ადამიანი და რა თვითონ სიტყვა რაგბი რეგბის ხმარო რუსული რეგბის ხმარობდით კი აი ძალიან სახალისო ქალაქი რაგბი. და ესე ვთქვათ სატირალია სასაცილო რომ არ იყოს და პირიქით მსოფლიო ჩემპიონატი რო იყო ხო ფეხბურთში 3 წლის წინ ზამთარში ხო იყო არა და მაგ დროს ჩვენ მოგვიწია გერმანიაში ბრძოლებზე ჩასვლა რა მეოთხეთ ფინალები ძალიან მაგარი თამაშები რამდენიმე მომიწია გერმანიაში ყურება ვაიმე რა კარგი იყო იცი რატო ეხ გერმანული საერთოდ არ ვიცი 10-მდე დასვლა ვიცი და 1-2 ტერმინი მეტი არაფერი არის გერმანულად ერთს მიყავდა ამ შემთხვევაში წყვილი არ იყვნენ ერთს მიყავდა და რას იძახოდა ხა მაგნეს კი ვგებულობდი გვარებს იძახოდა ჯარი მაკუთხური ამან იმას პასი მისცა და ასე შემდეგ და ხა ჩვენები რო ზიან ეს მცოდნე ბიჭები შემოვივლენ მაგათ და ზოგჯერ გადავლენ ხოლმე ერთმანეთში რაღაცა საუბრობენ და მე ისტორიის ანალებში მიდიან აი უკვე ნახე როგორ დაალაგდა რა ორნი ხო არიან ერთი სტატისტიკოსია მეორე ისტორიკოსი ხო და იქ მიდის მთელი ამბები ეხა რა საგოლები გამწვავებულია და ესენი ესე საუბრობენ ეხა ჩვენ რო დავждე და ესე როგორ ჩვენ საუბრობ კარგი მოკლედ ცალკე თემა არის კიდე კალათბურთის ტერმინოლოგია იქ საერთოდ NBA-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩების ყურება უკვე კალათბურთზე ყველაზე გული მისკდება უკვე ესე იგი ისეთი რაღაცები მესმის ტეპბექი ევროსტეპი ბაზერბითერი ჯანდაბა დოსანა უკვე არ მინდა ქართულ სიტყვას გეტყვით ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი კომენტატორი პირველ არხზე იყო ეხა იქ აღარა ევროპის თუ რაღაც მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იყო იქ ყოველ ორ სიტყვაში იძახდა რომ ღრმას კამი აქვთო აი იმ გუნცო ღრმას კამი რას ნიშნავს ახლა იყო ქართული სიტყვა და ღრმა შემადგენლობა და ღრმას კამი გრძელი შემადგენლობა არა ღრმა კარგი აი ესე ნელ-ნელა ამ საუბარში კიდევ ძალიან ბევრი რამის დამატება და თქმა შეგვიძლია რადგან ცოტა კი ახლა ირონიულად და იუმორშიც გავატარეთ ეს თემები მაგრამ კაია რომ დავიწყეთ ამ თემას და დავიწყეთ და ვფიქრობ ალბათ კიდევ ბევრიც აყვება ამ საკითხში და რაც თავარია გამგება უნდა გაიგოს და მოდით მეგობრებო კოლეგებო ახალგაზრდებო ძველგაზრდებო მივაქციოთ მაინც აყურადღება პარტიის წევრ პირველ რიგში როდესაც გულს ჯიხს ვიტყავთ გულზე და ჰიმნი გვიყვარს და გვიხარია ქართული სპორტსმენის განმარტება ამას მოვაყოლოთ ბარემ ის კარგი ქართული საუბარი კი ბატონო აუცილებლად და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენ კოლეგებს წაიკითხონ ეს ყველაფერი მე ვაჩუქებ აუცილებლად ჩემი ძმაკაცი დათო გალეგაშვილი მუშაობს ამ თემებზე ამოქექა ძალიან ბევრი სიტყვები და ვერ წარმოიდგენთ როგორ ყველაფერი გვაქვს და დაკარგულია ეს ყველაფერი სამწუხაროა ვიპოვოთ ეს ყველაფერი და აი შენთან ვამბობ სოსოს აღარ მიმასქნი მე აღარ მოვეშვები სანამ მათის არ გამოვაცემინებ და კი ბატონო ძალიან მაგარი ერთად მოვიტანოთ ეს სიგნი და აუცილებლად და მოვაწყოთ აქ კიდევ ერთხელ მაგაზე შეხვედრა კარგით ამით ჩვენი გადაცემა პატრიოტულ რადიოსთან ტელემაყურებლებო დასრულებულია დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს იოსებ კობერიძეს მამუკა კვარაცხელიას დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ქართული სპორტის და საქართველოს სიყვარულით კარგად ვრამდებოდეთ. მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი